შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ვიდეო თამაშები მხოლოდ ბავშვებისთვისაა, მაგრამ საუდის არაბეთი ასე არ თვლის. 55 მილიარდი დოლარი და ახლა სამეფო აკონტროლებს კომპანიას, რომელიც ყველაზე დიდ ვიდეო თამაშების სამყაროს ქმნის. EA Sports FC, Battlefield, The Sims. Electronic Arts, უფრო ცნობილია როგორც EA, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვიდეო თამაშების კომპანიაა მსოფლიოში. და ახლა ის კერძო საკუთრებაში გადავიდა საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით განხორციელებული შეძენის შედეგად, რაც ვიდეო თამაშების ისტორიაში მეორე ყველაზე დიდი გარიგებაა. ამ გარიგებაში კიდევ ერთი ცნობილი სახელი ფიგურირებს, ჯარედ კუშნერი, აშათიშოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე. მონაწილეობს თავისი საინვესტიციო კომპანია Affinity Partners-ის მეშვეობით, კერძო კაპიტალის გიგანტ Silver Lake-თან ერთად. მაგრამ საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი, რომელსაც თავმჯდომარეობს გვირგვინის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი, ფაქტობრივად მთავარი მოთამაშეა და გავრცელებული ინფორმაციით კომპანიის 93%-ზე მეტს აკონტროლებს. და რიადისთვის ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ პოპულარული თამაშების ფლობა. ვიდეო თამაშები ძალიან მიმზიდველია ახალგაზრდა აუდიტორიისთვის. ეს შესანიშნავი გზაა კულტურული გავლენის გასაზრდელად და უცხოურ ბაზრებზე რბილი დალის მოსაპოვებლად. საუდის არაბეთისთვის 2030-ის ჰორიზონტის მანდატი განსაზღვრავს, რომ მათ უნდა შეამცირონ ნავთობზე დამოკიდებულება. ამიტომ ვიდეო თამაშები თითქოს ბუნებრივი არჩევანია. საუდის არაბეთმა წლები დახარჯა იმაზე, რომ შეექმნა ეკონომიკა, რომელიც ასე ძლიერ არ იქნებოდა დამოკიდებული ნავთობზე, როგორც მისი 2030 ხედვის ნაწილი. ვიდეო თამაშები კი ამ გეგმაში თითქმის იდეალურად ჯდება. ეს სფერო ახალგაზრდულია, გლობალურია და ტექნოლოგიურია. და თავად მუჰამედ ბინ სალმანი ცნობილია როგორც დიდი ვიდეო თამაშების მოყვარული. ერიადში ასევე აშენებენ უზარმაზარ გასართობ ქალაქს, სახელად ქიდია, სადაც მთელი უბანი ვიდეო თამაშებს ეძღვნება. და ამ ნოემბერში საუდის არაბეთი უმასპინძლებს პირველ ელექტრონული სპორტის ერების თასს. წარმოიდგინეთ მსოფლიო თასი, მაგრამ გეიმერებისთვის. მოთამაშეები თავიანთი ქვეყნების სახელით იბრძოლებენ სხვადასხვა თამაშში, მათ შორის ისეთებში, რომლებიც EA-მ შექმნა. მათ ეს მიაჩნიათ შესანიშნავ გზად, რომ თავი გააცნონ მსოფლიოს და მსოფლიო გააცნონ საკუთარ თავს. და ამისთვის ასეთ სპორტულ ღონისძიებებზე უკეთესი გზა რა უნდა იყოს. მაგრამ ყველა არ არის მზად, რომ საუდის არაბეთის მფლობელობას შეეგუოს. ამ შეთანხმებამ მოთამაშეთა საზოგადოების ნაწილში საკმაოდ ძლიერი უკმაყოფილება გამოიწვია. ზოგი მოთამაშე შიშობს, რომ მათი საყვარელი თამაშები შეიძლება შეიცვალოს. მოთამაშეები ყოველთვის ცოტა ბუზგუნები არიან, მათ ცვლილებები დიდად არ უყვართ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ეგუებიან. იგივე რეაქცია, რასაც ხედავთ, როცა რუსი ოლიგარქი ინგლისში საფეხბურთო გუნდს ყიდულობს. მაგრამ არის ერთი ფანების ჯგუფი, სადაც რეაქცია განსაკუთრებით ხმამაღალი იყო. The Sims. 2 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ეს თამაში მოთამაშეებს საშუალებას აძლევდა აეშენებინათ ისეთი ცხოვრება, როგორიც სურდათ. ერთსქესიანი წყვილები დიდი ხანია თამაშის ნაწილი არიან და მოთამაშეებს შეუძლიათ დააკონფიგურირონ სქესი და ნაცვალსახელები. ამ თავისუფლებამ The Sims განსაკუთრებით დიდი ილგებუთა ფანების ბაზის შექმნაში დაეხმარა. ასე რომ ალბათ ხვდებით, საიდან მოდის შეშფოთება. ეხო თამაში საუდის არაბეთის კონტროლქვეშაა, ქვეყანაში, სადაც ერთსქესიანი ურთიერთობები არალეგალურია. ზოგი Sims-ის მოთამაშე და სტრიმერი უკვე აღარ თამაშობს. არ არსებობს მტკიცებულება, რომ საუდის არაბეთი გეგმავს თამაშის ცენზურას ან LGBT კონტენტის ამოღებას, მაგრამ ექსპერტები ფიქრობენ, რომ The Sims შეიძლება სრულიად განსხვავებული ბედი ეწიოს. იცით მაგალითად, The Sims-ის აუდიტორიის მრავალფეროვნება მაშინვე აჩენს კითხვებს. როდესაც ის ეკუთვნის თავრობას, ან იცით სახელმწიფო კეთილდღეობის ფონდს, ეს იცით შეიძლება არ იყოს ისეთი ღია ან კომფორტული იმ კონტენტთან, რომელსაც ავრცელებს. ჩემი პროგნოზი იქნება ის, რომ ისეთი ერთეულები, როგორიცაა The Sims, ალბათ პირველები იქნებიან, რომლებსაც გაკიდიან და ნაწილებად დაშლიან. რადგან ის კულტურულად ასეთ ძლიერ გამოძახილს ვერ პოულობს, არ ჯდება და მათ უზარმაზარი ვალის გადახდა უწევთ. ამიტომ ეძებენ გასატყიდ ნივთებს. და აქ საქმე კიდევ უფრო რთულდება. საუდის არაბეთმა შეიძლება EA შეიძინა 55 მილიარდ დოლარად, მაგრამ დაახლოებით 20 მილიარდს ამ თანხიდან ვალი მოხვება. ეს მას აქცევს ყველაზე დიდ სესხით დაფინანსებულ გამოსყიდვად ისტორიაში. და საბოლოოდ ვიღაცამ ეს ფული უნდა გადაიხადოს. ის ბევრ სტუდიას დაკარგავს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამწუხაროდ იქნება შემცირებები. იცით, ასე მუშაობს კერძო საინვესტიციო კაპიტალი. და თუ გაინტერესებთ, რატო აიღო საუდის არაბეთმა ეს ყველაფერი ვიდეო თამაშებისთვის, აი ეს რიცხვი ხსნის ამას. მსოფლიოში დაახლოებით 9 მილიარდი მოთამაშეა. ეს თითქმის პლანეტის მოსახლეობის ნახევარია და ისინი ერთად ყოველ წელს ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავენ. ეს არის დიდი გასართობი ინდუსტრია, რომელიც უზარმაზარი რაოდენობის ადამიანებს ემსახურება და ის 10 წლეულების განმავლობაში გაიზარდა და ერთ-ერთ ყველაზე კულტურულად მნიშვნელოვან გართობასა და დასვენების ეკონომიკად იქცა.
ასე რომ ეს უბრალოდ ჰობი არ არის, რაზეც დედა გეჩხუბებოდა, როცა მთელი დღე კომპიუტერთან იჯექი. ვიდეო თამაშები ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასართობი ბიზნესი მსოფლიოშია. მისი აუდიტორია ისეთი დიდია, რომ ჰოლივუდს, ტელევიზიას და ტრადიციულ სპორტს ძალიან ეოცნებებათ ასეთი. და საუდის არაბეთს სურს ამ სფეროში კიდევ უფრო დიდი წილი ჰქონდეს. ყიდულობს გამომცემლებს, მასპინძლობს ტურნირებს, აშენებს სათამაშო ქალაქებს, რიადიფს ონძდებს, რომ ვიდეო თამაშები შემოსავალსა და გლობალურ გავლენას მოუტანს, მაშინაც კი, როცა ნავთობი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება. საუდის არაბეთმა ვიდეო თამაშებში 55 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო. ახლა კი მოთამაშეები ყურადღებით დააკვირდებიან, რას ნიშნავს ეს მათთვის საყვარელი თამაშებისთვის.